რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვებაა თქვენთან. სპეციალური სტუმრი დღეს. სპეციალურ თემაზე. დღეს ვესაუბრებთ ორ ომზე, რომელიც საქართველოს გარშემო მიდის და რა თქმა უნდა, საქართველოს ეხება ყველანაირად. ომზე უკრაინაში და ომზე ირანში. და ვისაუბრებთ თადარიგის პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონთან, ვინც დღეს ანალიტიკოსისა და მეგობრის სტატუსით ხშირად ჩადის ხოლმე უკრაინაში. წლების განმავლობაში კი საქართველოში მუშაობდა ჩვენი არმიის გაძლიერების წვრთნისა და შეერაღების პროგრამებზე, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სტატუსით. საქართველოში მას ბევრი იცნობს. ამიტომ მისი აზრი რა ხდება ჩვენს გარშემო ომებში დარწმუნებული ვარ უამრავ ადამიანს დაინტერესებს. Good afternoon, Mr. Hamilton, and thank you for the interview, of course. გამარჯობა ბატონო ჰამილტონ და მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ სულ ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან და ფლობთ ინფორმაციას იქაურ ამბებზე. როგორც სამხედროს გეკითხებით, როგორ შეაფასებდით ვითარებას ფრონტის ხაზზე? ეს ხაზი მოძრაობს და თუ მოძრაობს, საით, რა მიმართულებით? Is it a stalemate or are we moving in this or that direction? Since the summer or in fall of 2022 2022 წლის შემოდგომის შემდეგ, როდესაც დასრულდა დიდი უკრაინული კონტრშეტევა ხარკივისა და ხერსონის მიმართულებით, ომს პოზიციური ხასიათი ჰქონდა. რუსეთის წინსვლა ტაქტიკულ დონეზე ხდებოდა ძალიან პატარა მონაკვეთებზე. ბოლო თვეებში კი უკრაინელებმა დაიბრუნეს 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. იმიტომ რომ რუსებს სტარლინკი გაეთიშათ, რამაც გაურთულად დრონების გამოყენება და მიზნება კავშირი, შეიცვალა უკრაინული დრონების გამოყენების ტაქტიკაც. ახლო მანძილზე მხარდაჭერიდან ისინი როგორც სამხედროები უწოდებთ, საბრძოლო სივრცის შევიწროებაზე გადავიდნენ. ანუ ზურგში ურთყამენ რუსების მართვის პუნქტებს, საჰაერო თავდაცვას, რადარებს, გამშვებ დანადგარებს, артиლერიას, სარეზერვო დანაყოფებს. Mr. Hamilton, I would now ask you to მოდი ვცადოთ უკრაინის ომს შევხედოთ პოლიტიკური კუთხით. პრეზიდენტი ტრამპი, ასე ვთქვათ, არ ჩანს დიდად მონდომებული დაეხმაროს უკრაინას სამხედრო საშუალებებით. აქვს თუ არა ამას გავლენა ომის მიმდინარეობაზე დღეს? I think strategy and Donald Trump are mutually exclusive terms. სტრატეგია და ტრამპი ურთიერთგამომრიცხავი ტერმინებია. მას ემოციური რეაქცია უფრო აქვს ყველაფერზე. ამით ამერიკის პოლიტიკა რთულად პროგნოზირებადი ხდება, განსაკუთრებით უკრაინისთვის. ტრამპი მსხვერპლს, უკრაინას უფრო მეტ სთხოვს, ვიდრე აგრესორს, რუსეთს. ამას აკეთებს, როდესაც ხმას არ აძლევს გაეროს რეზოლუციებს რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპის მმართველობის დროს მის ადმინისტრაციასა და კონგრესს არაფერი მიუწიათ უკრაინისთვის. ის, რასაც ახლა იღებს უკრაინა ამერიკისგან, ძველი ვალდებულებების ნარჩენებია. ორი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში და გამიკვირდა, რომ ხალხი გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი ვიდრე აქამდე. მათ გადაიტანეს უმძიმესი ზამთარი. რუსეთმა ყველაფერი ქნა, მაგრამ ვერ გაყინა და ვერ გატეხა უკრაინელები. კიდევ ერთი მიზეზია, რომ უკრაინა თავად არ ჩერდება და არ ჩერდება ევროპელთა დახმარება. Okay, you mentioned the war with Iran. When Mr. Trump has President Trump-ს ახლა თავისი ომი აქვს ირანში. აქვს თუ არა ამ ომს გავლენა ომზე უკრაინაში? მაგალითად, მოიხსნა თუ არა უკრაინის მიმართულებიდან რაიმე სამხედრო საშუალებები, რომლებიც გადაისროლეს ახლა ახლო აღმოსავლეთში. და აქვს თუ არა ზოგადად ამ ომს გავლენა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე, არამედ ურთიერთობებზე ნატოს, ევროპელ პარტნიორებსა და შეერთებულ შტატებს შორის. The relations between the United States and the European allies. I mean, yes and no. I know that's an unsatisfying answer. თან კი თან არა. არსებობს სამხედრო შესაძლებლობები, რის მიწოდებაც მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლიათ. პეტრიოტის ტიპის სისტემა საუკეთესო იარაღია ბალისტიკური და ზებგერითი რაკეტების საწინააღმდეგოდ შორ მანძილსა და დიდ სიმაღლეზე. ასევე სტრატეგიული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია. ნატოში ამას სხვა ვერავინ გააკეთებს. მაგრამ ტრამპმა ნება დართო ნატოს პარტნიორებს იყიდონ ამერიკული იარაღი და მიაწოდონ უკრაინას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა შენარჩუნდეს. ოღონდ აქ პრობლემა ირანში დაწყებული ომია. პირველ 16 დღეში, როგორც გაირკვა, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა უკვე გამოიყენეს 1800 პეტრიოტის რაკეტა. მაშინ, როდესაც უკრაინას ამ 4 წელიწადში მხოლოდ 600 რაკეტა მიაწოდეს. ახლა დაგეგმილია, რომ წლიური წარმოება 2000 რაკეტას მიაღწევს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება და დღეს წარმოების დონე 600 ერთეულზეა.
მარაგი კი უსასრულო არ არის. ახლა ისევ გეკითხებით როგორც ოფიცერს. ხედავთ თუ არა ირანთან ომის სრულ სტრატეგიას. რამდენად ნათელია ამ ომის მიზნები და აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს ომის დასრულების სტრატეგია. საერთოდ რის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი? What could be the final purpose, final aim for United States and Israel there? The Trump administration has been criticized by a lot of people in the media and by a lot ტრამპს ხშირად აკრიტიკებენ, რომ ან არა აქვს გამოკვეთილი ამოცანები ირანის ომში, ან აქვს ზედმეტად ამბიციური მიზნები და არ სურს სათანადო რესურსების მობილიზაცია მათ მისაღწევად. ჩემი აზრით, კრიტიკა რაღაცაში მართალია. თავიდან ტრამპი რეჟიმის შეცვლაზე საუბრობდა. დღეს ამას აღარ ახსენებს. ახლა ადმინისტრაცია ამბობს, რომ მთავარი ამოცანა იყო ირანული რაკეტების, საჰაერო თავდაცვის, ფლოტისა და სამხედრო მრეწველობის განადგურება. გვეუბნებიან, რომ ეს ამოცანა დიდწილად შესრულებულია. თუმცა ვხედავთ, რომ რაკეტები და დრონები ირანიდან ისევ მიფრინავს გარშემო ქვეყნების მიმართულებით. რაც მთავარია, სამხედრო მიზნების მიღწევა თავისთავად არ ნიშნავს პოლიტიკური მიზნის მიღწევას. ომი კი პოლიტიკური აქტია. აზრი არ აქვს ვიღაცის სამხედრო შესაძლებლობა განადგურებას თუ ვერ მიაღწევ პოლიტიკურ ცვლილებას. უნდა მიიღო უფრო მეგობრული მთავრობა ან რამე სხვა. დღეს ირანს ისევ ჩაკეტილი აქვს ჰორმუზის სრუტე. ნატოების ფასებმა ყველა რეკორდი მოხსნა და ირანის რეჟიმს არ ეთხოვა, რომ აპირებს რამის დათმობას შეერთებული შტატებისა ან ყურეში მის პარტნიორებისთვის. We witness quite unpleasant dialogues. ბოლო დროს ვისმენთ საკმაოდ არასასიამოვნო დიალოგებს, ან უფრო სწორედ მონოლოგებს ატლანტიკის ორივე მხრიდან. ომი ირანში და ევროპელ და ამერიკელთა პოზიციებს შორის განსხვავება აისახება თუ არა ნატოს ძირითად ფუნქციებზე, აისახება თუ არა ტრანსატლანტიკურ კავშირზე. Backbone of NATO. Absolutely. I mean, Donald Trump has already said it would. I mean, სულ რამდენიმე დღის წინ თქვა ტრამპმა, რომ შეერთებული შტატები არ შეასრულებს მეხუთე მუხლის მოთხოვნას, რომელიც თავისთავად ავტომატური არ არის. ესე იგი, ესტონეთს ან პოლონეთზე თავდასხმას არ განიხილავს ამერიკაზე თავდასხმად. ამას ამბობს, რადგან ბრაზობს ნატოს მოკავშირეებზე, რომლებიც არ ეხმარებიან ირანთან ომში. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათი ხომალდები არ მიდიან ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის გასახსნელად. შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შეიძლება ყველანაირი უფლება და მიზეზი ჰქონდათ ამ ომის დასაწყებად. მაგრამ ამერიკას თავს არავინ დასხმია. ამიტომ მეხუთე მუხლის ასამოქმედებლად კონსულტაციებს ვერ დაიწყებს. ნატოს მეხუთე მუხლის ვალდებულების გარეშეც ჩაურთავს ერთიანი მოქმედების მექანიზმი, მაგალითად კოსოვოში. მაგრამ ევროპელები დღეს ფიქრობენ, რომ ომს ირანში ყურადღება და უზარმაზარი ამერიკული რესურსი გადააქვს ევროპული უსაფრთხოებიდან. გადააქვს რესურსი, რომის გამოყენებაც ძალიან წაადგებოდა უკრაინის დაცვას ან სხვა მოკავშირეებს. საბოლოოდ კი პრობლემაა, რომ ტრამპი ბევრჯერ დაესხა თავს ნატოელ მოკავშირეებს. გრენლანდიის დაპყრობის მუხარით, კანადის 51 შტატად მოხსენიებით, საუბრებით, რომ ნატოს ამერიკისთვის არაფერი გაუკეთებია, მაშინ როდესაც მეხუთე მუხლი ისტორიაში ერთადერთხელ ამოქმედდა და სწორედ ამერიკაზე ტერორისტების თავდასხმის შემდეგ 11 სექტემბერს. დაამატეთ ამას ნატოელი პარტნიორებისთვის დაწესებული ტარიფები. ამ ომის შედეგად ირანის დასუსტება მოახდენს თუ არა გავლენას რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე უკრაინაში. საერთოდ რამდენადაა დამოკიდებული რუსული არმია დღეს ირანის დახმარებაზე? I think it's reasonable to say that US attacks on ამერიკის შეტევა ირანის სამხედრო მრეწველობაზე რაღაც ხარისხით დააქვეითებს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაში ირანის შესაძლებლობებს. მაგრამ ადრე, როდესაც ირანი შეეშაჰედებს დიდი რაოდენობით აწვდიდა რუსეთს, ეს უფრო ეფექტური იქნებოდა. დღეს რუსეთმა თავად დააწყო მათი წარმოება გერანის სახელწოდებით. შეიძლება დღესაც ირებს აიმე მარაგ ნაწილებს, მაგრამ დამოკიდებულება იმდენად დიდი აღარ არის. მეორეს მხრივ, ომმა გაზარდა ნავთობის ფასები. ტრამპმა დიდწილად მოხსნა სანქციები სხვაში მყოფი რუსული ტანკერების ნავთობზე და მოსკოვს 150 მილიონი დოლარის მოგება აქვს ყოველდღიურად. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ეს არის ომი რუსეთის ბოლო მოკავშირესთან ახლო აღმოსავლეთში. მას შემდეგ, რაც ასადი გაიქცა სირიიდან, მოსკოვს რჩებოდა მხოლოდ ირანი. ახლა კი მისი სამხედრო შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, განადგურდა. რა შეიძლება იყოს ირანში ომის საბოლოო მიზანი? რეჟიმის სრული ცვლილება? ან იქნებ მიზანია რაღაც უფრო მეგობრული ისლამური ხელისუფლების მოყვანა ირანის სათავეში, უფრო მეგობრული შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის. ან შეიძლება ამოცანაა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების დასუსტება ირანისა, რათა მას აღარ შეეძლოს მაგალითად ბირთვული იარაღის წარმოება. What could be the ultimate result of this war?
is quintessentially American. There's ამ a ომის preference for წარმოების air მეთოდი power სუფთად and ამერიკულია. aversion to land საჰაერო უპირატესობის power. მოპოვება And an პირველ idea რიგში. that air power can მაგრამ be ეხლა ჯერ არ defensive, გვაქვს it was გამოყენებული never ყველა intended to საშუალება achieve. ომის საბოლოო ამოცოცანების გადასაჭრელად. სახმელეთო ოპერაციას გულისხმობთ? Yeah, I mean, essentially, yes. დიახ, სწორედ ამას. საჰაერო ძალას საბოლოო ჯამში ომი არასდროს მოუგია. კი, თავის დროზე დაბომბების გამო სერბები გავიდნენ კოსოვოდან, მაგრამ მილოშევიჩი ხელისუფლებაში კიდევ ერთი წელი დარჩა. ლიბიაში საჰაერო ძალებმა ასევე დიდი როლი შეასრულეს, მაგრამ საქმე ბოლომდე სახმელეთო ძალებმა მიიყვანეს. ტრამპი არ აღიარებს სამაგიეროდ სპარსეთის ყურეში, ჩვენმა მოკავშირეებმა აღიარეს, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვაში აქვს უნიკალური გამოცდილება და შესაძლებლობები. შექმნილი აქვს დრონების საწინააღმდეგო მრავალშიანი თავდაცვა, ელექტრონული ჩახშობის საშუალებები, კინეტიკური საშუალებები, მაგალითად, ტყვიამფრქვევები, გადამჭერი დრონები და ბოლოს მაღალ სიმაღლესა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. და ეს დღევანდელ ვითარებაში უკვე ეხმარება რეგიონების ქვეყნებს. Thank you Mr. Hamilton. Let's hope that მადლობა ბატონო ჰამილტონ. ვიქონიოთ იმედი, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ დროებითია და ეს ყველაფერი მალე მოგვარდება. რომ ომი ირანსა და უკრაინაში ძალიან სწრაფად დასრულდება და დასრულდება დასავლეთისთვის, უკრაინისთვისა და ყველა ჩვენგანისთვის დადებითი შედეგით. მადლობა ისევ და ისევ. Thank you. Yeah, my pleasure. All right, take care. რაც დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემოდა.